გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ტელევიზია ქართული ტივის პროგრამით მეცნიერების დროა. დღეს ჩემი გამოსვლა არის როგორც იტყვიან გარკვეულწილად აუცილებელის და იძულებითი. აუცილებელია იმიტომ რომ ყველა აღალიბებს თავის მოსაზრებას გუშინდელ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროსაბჭომ მიიღო. ბოლო ნაწილში მექნება საუბარი, რომ პრაქტიკულად ერთი და იგივე ხალხი საუბრობს ამ საკითხზე ტელევიზიით და არ ამგონია რომ ეს ეროვნული განწყობის გამოხატვა ხდებოდეს იმ გამოსვლებით, რომელიც არის რეალურად. ამიტომ ჩვენ დღეს ასე მოვითათფირეთ, რომ ხვალ 3 საათიდან 6 საათამდე ვისაც სურვილი ექნება, ვიწვევთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც მიწვდება ეს ჩვენი ხმა, ვიწვევთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და ვიწვევთ ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას, ვისაც სურვილი აქვს გამოთქვას თავისი აზრი, 3 საათიდან 6 საათამდე, ცოტნე დადიანის 26-ში შეუძლია მოვიდნენ და ტელევიზია ქართული ტივის მეცნიერთა პროგრამის გარკვეული მონაწილე გახდნენ. მეცნიერთა კონგრესის პროგრამა, როგორც გითხარით, ყოველდღია 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი პარასკევი 4 საათიდან 6 საათამდე ძალიან ძლიერი გახდება ეს პროგრამა თებერვლის ჩვენი შეხვედრის შემდგომ გელათში და ალბათ განსაკუთრებით 1 მარტიდან, მაგრამ ხვალ ერთ-ერთი სერიოზული საუბარი იქნება ისეთი პიროვნებების მონაწილეობით, რომელთაც მართლაც ფუნდამენტურად ესმის ეს პრობლემა და არა ხელაღებით უყურებენ ყველაფერი იმას, რაც ქვეყნის გარეთ ხდება. მე ვარ აუცილებელია უნდა გამოვთქვათ აზრი, მაგრამ იძულებული ვართ რომ მეცნიერთა კონგრესის დროში გავაკეთოთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად არავის არ აინტერესებს გარდა ოლიგარქთა პარტიების წევრები არც ერთ საინფორმაციო საშუალებას არ აინტერესებს ვინმეს აზრი გარდა ოლიგარქების პარტიებისა. ოლიგარქების პარტია არ არის მარტო ივანიშვილის პარტია. 5% გადალახული ყველა პარტია ოლიგარქის პარტია, ოლიგარქებთან და ფულთან დაკავშირებული პარტიებია. ჩვენ ამით მათ არ ვებრძვით, უბრალოდ ისინი გვებრძვიან ჩვენ და რეალურად შვა გაიკრიფოსო ამის თაობაზე კიდე გამოკვეთილად ვიტყვი ბოლოში, შვა გაიკრიფოსო და მართლაც როგორც იტყვიან, აი იმას რასაც ეროვნულია, ნამდვილია, ნაღდია, ქართულია, მეცნიერულია, პრაქტიკულად წერტილი დაესვა ქვეყანაში. ამიტომ ეს არის უვერტიურა შესავალი ხვალინდელი ძალიან სერიოზული განხილვის და კიდევ ერთხელ მოწოდება ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც მიწვდება ეს გადაცემა. ვიცი რომ უყურებთ ძალიან ბევრნი უკვე და დიდი მადლობა რომ ტელევიზია ქართული ტელევიზია იკრებს, ტელევიზია ქართული ტივი იკრებს რაც შეიძლება ბევრს, რომ მნახველი ბევრი ყავს და ვისაც მოგიხერხდებათ კიდე გაუწიეთ, როგორც იტყვიან, აი მხარდაჭერა იმ თვალსაზრისით, რომ მეგობრებს, ახლობლებს, ხვებს გადაცეთ, რომ უყურონ ტელევიზია ქართულ ტივს, ჩვენ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული მეცნიერთა პროგრამები, ანუ 4 საათიდან 6 საათამდე ყოველ სამუშაო დღეს, რომ ამ პროგრამების მონაწილენი გავხდნეთ, პირდაპირ შეგიძლიათ მოხვიდეთ პირდაპირ ეთერში, თავისუფალი ტრიბუნა დგას, შეგიძლიათ რომ მონაწილეობა მიიღოთ 2-3 წუთიანი თავის მოსაზრება გამოთქვათ, არავიზე არავითარი შეფერხება არ იქნება ნებისმიერ პიროვნებას. მე მივესალმები რომ ქართული ტელევიზია, როგორც აი ასე ფიქრობდნენ მისათავეებთან მდგომი დიდი კორიფეები და მამულიშვილები, ასე აგზელებს თავის საქმიანობას და არის ნამდვილად თავისუფალი ტელევიზია, ხშირად ტელევიზია ამბობს რომ რედაქციის მოსაზრებები არ ემთხვევა იმ გამოსვლებს, რომელიც არის, მაგრამ ჩვენ ყველას ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოვიდეს და თავისი პოზიცია ჩამოაყალიბოს. ეს არის სწორედ დემოკრატია. არა ის, რომ თქვათ, ტელევიზია გახდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესების გამომხატველი. არავეთ, ტელევიზიით ყველა პოლიტიკურ ძალას მიეცეს საშუალება, რომ თავის მოსაზრება ჩამოაყალიბოს. მე გითხარით, რომ
აუცილებელიცაა ეს განმარტება და იძულებულიც. აუცილებელია რომ ჩვენი პოზიცია ვთქვათ და იძულებითია, იმიტომ რომ სხვაგან არ გვეძლევა ამის საშუალება და მეცნიერთა კონგრესის დროში ვამბობთ, თან ვიწვევთ ყველას და ვეუბნებით რომ მოდით, დავილაპარაკოთ, ვთქვათ, მართლა ასია, როგორც თქვენ ოლიგარქთა პარტიები საუბრობთ. მე რომ არ გამიგზელდეს და ძალიან ლაკონურად ჩამოვაყალიბო, დღეს უკვე რა გაეგზავნა ტელევიზიებს, უკვე ჩემი ხელმოწერით და ამავე დროს რა პოზიცია მაქვს მე ამ შემთხვევაში როგორც პიროვნებას, როგორც მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთ დამფუძნებელს და პოლიტიკაში ჩართულ პიროვნებას, აი ამას მე წარმოგიდგენთ და ვიტყვი რამდენიმე სიტყვას იმის თაობაზეც, რომ შემდგომში რა შეთავაზა მეცნიერთა კონგრესმა არჩევნების დამთავრებისთანავე ხელისუფლებას და რა არის უცხო ის და რატომ ხედავთ რომ რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ევროკავშირმა. ჩვენ ეს წინასწარ ვიცოდით რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები, კიდევ უფრო მძიმედ განვითარდება ის, მაგრამ როგორც ვხედავ აწყობს ამ პოლიტიკურ ძალებს, აწყობთ რომ ასე განვითარდეს, იმიტომ რომ ერთმანეთში ჭიდაობით, ერთმანეთსადმი ასეთი ჯიქური დაპირისპირებით, ერთმანეთს უწევენ ავტორიტეტს და ხალხს გონია რომ შველა არის სწორედ იმ პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც არენაზეა. მე ვკითხულობ იმ დოკუმენტს, რომელიც დევს უკვე Facebook-ზე და რომლის დასათაურება ასეთია: დაპირისპირება ძალისმიერია. ვიმეორებ, დაპირისპირება ძალისმიერია. თანხმობის გზა გონებისმიერი. აუცილებელი განცხადება განსაკუთრებული მინაწერი ბოლოში და დასკვნა. ევროსაბჭოს ასამბლეის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ოპოზიცია გაახარა. ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად გააბოროტა. არც ერთია ქართული და არც მეორე. არც ასეთი სიხარულია კარგი, ვით უფრო არც ხელისუფლების პოზიცია იმედის მომცემი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის კომპრომისის შესაძლებლობა და მხოლოდ ეს არის ქართული გზა. ჭკვიანი ხელისუფლება და ჭკვიანი ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებაში მინდა ხაზგასმა გავაკეთო. ჭკვიანი ხელისუფლება და ჭკვიანი ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებაში იპოვიან არა დაპირისპირების გაძლიერების საფუძველს, რაც რეალურად ხდება, არამედ სწორედ დაპირისპირებაში დაინახავენ უმძიმეს საშიშროებას ქვეყნისა და ხალხისთვის, მომავლის საქართველოსთვის. რაც მთავარია, მოძებნიან ძალას კომპრომისების გზით სვლისთვის, რამე თუ სწორედ ამ გზით შეიძლება კრიზისის გადაქცევა დიდ შესაძლებლობად. ჩვენ მხოლოდ ამას ვთვლით გამარჯვებად, რომ კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად. თანხმობა არის ის, რაც ხაირივით ჭირდება დღეს საქართველოს. ეს არის ილიას გზა, ბედნიერი მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ისტორია ადასტურებს, დაპირისპირება ძალისმიერია, ხოლო თანხმების გზა გონებისმიერი. საქართველოს მომავალი მხოლოდ გონებასთანაა დაკავშირებული, რადგან მხოლოდ ის ანუ გონება ქმნის გონიერ ძალას. ჩვენ ვამბობთ, რომ დაპირისპირება არის ბოროტი ძალა, მაგრამ თანხმობაში არის გონება და გონებისმიერია, მაგრამ ძალაც საჭიროა და გონებაც და სწორედ გონებისმიერი გზა ქმნის გონიერ ძალას. აი ესა ყველაზე მთავარი ნაწილი ამ ჩვენი მიზა, მხოლოდ გონებისმიერი გზა ქმნის გონიერ ძალას, რომელსაც მთების შეძვრა შეუძლია. შეუძლებელს რომ შეძლებს, ეს არის გონიერი ძალა. საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ხალხს, რომელმაც უნდა დააფასოს გონიერება და პოლიტიკას ჩამოაშოროს სიჯიუტით მოქმედი, გაჯიქებული პოლიტიკური ძალა. ეს იქნება ხელისუფლება თუ ოპოზიცია ან ორივე ერთად. სამწუხარო ის არის, რომ ხალხს არ სჯერა ეს და რაღაც ამის გამო გარკვეულწილად დეპრესიაშია.
ამ ქვეყნის ბატონ პატრონი ხალხია და თუ ამას არ დავიჯერებთ, ესე ვკარგავთ ჩვენ ქვეყანას და ვაძლევთ სწორედ ოლიგარქებს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ხაზგასმას ვაკეთებთ. ბოროტია, ვინც ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან დაპირისპირებაში ხედავს ხელისუფლების ძალას. უამრავი გამოჩნდა ასეთი ადამიანი. აქებენ ხელისუფლებას, ხედავ როგორ უპირისპირდება ევროპას და როგორ უპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს არის ბატონებო გონება და კარგულობა. გონება და კარგულობა მე არ მესმის ქვეყანა, რომელიც მარიამ ღვთისმშობლის სახელთანაა დაკავშირებული უფლის ქვეყანა, როგორ შეიძლება რომ დაპირისპირებაში ხედავდეს რომელიმე პოლიტიკური გუნდის ძალას. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ბოროტია. სპეციალურად ჩავსვით ეს სიტყვა, რომ გამაღიზიანებელია. ბოროტია, ვინც ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ ნებისმიერ ქვეყანასთან დაპირისპირებაში ხედავს ხელისუფლების ძალას. და ბოროტია ისიც, ვინც რომელიმე ქვეყანასთან, თუნდაც ჩამოთვლილთან, ფეხქვეშ გაგებაში ხედავს საქართველოს მომავალს. აი, ღერძული პოზიცია მეცნიერთა კონგრესის, რომელსაც მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნის თავიდან ბოლომდე ვიზიარებ. ვიმეორებ. ბოროტია, ვინც ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან დაპირისპირებაში ხედავს ხელისუფლების ძალას და ბოროტია ისიც, ვინც რომელიმე ქვეყანასთან, ევროპის იქნება ეს თუ ამერიკის ფეხქვეშ გაგებაში ხედავს საქართველოს მომავალს. ქვეყნის მომავალი იმ პრინციპებშია, რომლებიც მეცნიერებმა ჩადეს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში. სწორედ ამ დოქტრინისთვის სარეფერენდუმო რედაქციის მიცემისთვის იკრიბება მეცნიერთა კონგრესი 8 თებერვალს დავითობას გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში. ეს მართლაც სანიშანსვეტო და ისტორიული შეხვედრა უნდა იყოს. აი ნებისმიერი ადამიანისათვის ღირსების საქმეა ამ დროს იცხოვროს გელათის განწყობით, ამ დროს იცხოვროს იმის განწყობით, რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღების პროცესის მონაწილე გახდეს. მანამდე კი ვიდრე გელათში წავსულ ვართ, დღეს აი ამ განცხადებას ვაკეთებ, ხვალ 3 საათიდან 6 საათამდე ექსპერტთა მონაწილეობით გაკეთება ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი, გადაცემაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. გუშინ წერალთა სახლში უაღრესად საინტერესო საღამო შედგა. ის ძალიან ცნობილ საოპერო მომღერალს და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარეთ ცნობილ საოპერო მომღერალს თემურ გუგუშვილს მიეძღვნა. თემურ გუგუშვილი არის დამფუძნებელი ერთ-ერთი ტელევიზია ქართულის და თემურ გუგუშვილი არის მიღებული დოკუმენტის ერთი მოქმედების მანიფესტი, ერთი სამშობლო ერთიანი გაერთიანებული სახელმწიფო. ეს დოკუმენტი შეიქმნა მერაბ ბერძენიშვილის სახლში და ხელი მოეწერა რეზო ჩხეიძის სახლში. 12-13 პიროვნება მოაწერეს ხელი და მათ შორის ერთ-ერთი ბატონი თემურ გუგუშვილი გახდათ. ეს ძალიან ღირსეული და გამორჩეული პიროვნება. ასე იგი გუშინ აი ამ გამოსვლის დროს ასეთი რამ თქვი, რომ ესე იგი მართლაც საქართველოს სჭირდება პოლიტიკური დაისი და მეცნიერების აისი. აი ეს პოლიტიკური, აი რომ ვამბობდით ჩვენ სხვა ენით, პოლიტიკური ენით რომ ვამბობდით, რომ ესე იგი პოლიტიკური პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. წერალთა სახლში, ამ დიდ სახლში და ჩვენთვის აი დიდი ღირსების სახლში, სხვანაირად ვთქვი, რომ ბედნიერი იქნება საქართველოში თუ შედგება პოლიტიკის დაისი და დაიწყება მეცნიერების აისი. საქართველოში ამას რო ვამბობთ, ამით ყველა გადარჩება. ეხლა რაც შეეხება აუცილებელ მინაწერს და გთხოვთ რომ ყურადღებით იყოთ ამ მინაწერის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო საშუალებებს არავის პოზიცია არ აინტერესებს, გარდა ქვეყნის გარედან და საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსირებადი პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსებისა.
მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სივრცე მხოლოდ ოლიგარქების პარტიებს უჭირავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა შეძლო შუას გაკრეფა. პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ ოცნება და ნაციონალური მოძრაობა და მათი განაყოფები დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სახელისუფლება, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის იგნორირება იქცა მათთვის მიუღებელთა წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღად. არა მარტო ხელისუფლება აკეთებს იგნორირებას, ოპოზიციური პარტიებიც იგნორირებას აკეთებენ, ვინც არ აწყობთ. ვისთანაც არიან ბრძოლაში, თვლიან რომ ესენი უნდა იმას უნდა ებრძოლონ, ხელისუფლება თვლის რომ ამ ოპოზიციას უნდა ებრძოლოს, ეს ოპოზიცია თვლის რომ ამ ხელისუფლებას უნდა ებრძოლოს. სხვა მათთვის არავინ არ არსებობს, არც ხალხი, არც მეცნიერი, არც ხელოვანი, არც მოღვაწე, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მასა ვართ, ხოლო არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ვიმეორებ, ესე იგი ის ოლიგარქების პარტიები. მიუხედავად იმისა, რომ და მათთვის იგნორირება გახდა მთავარი, როგორც ვთქვით. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო საშუალებები, უპირველესად ტელევიზიები, ფულისა და ფულიანების მსახურებად და პარტიათა სააგიტაციო პუნქტებად იქცნენ, მიუხედავად ყველაფერი ამისა, რაც ჩამოთვალე, ჩვენ ყოველთვის პატიოსნად უგზავნით ჩვენი პოზიციის გამომხატველ ინფორმაციებს, ამით ვადასტურებთ პატივისცემას უპირველესად ხალხისადმი და ვიტოვებთ იმედს, რომ საინფორმაციო საშუალებები დაინტერესდებიან მეცნიერებით და მეცნიერული პროგრამებით, გაკრეფილებით, ჭყალებში ჩავსვი ეგ სიტყვა, და კიდევ ერთი ვრჩებით იმედად, რომ ოლიგარქები ოდესმე, ვიმეორებ, ოლიგარქები ოდესმე მაინც შეწუხდებიან მათ მიერ ფულის ძალით იგნორირებული, გაკრეფილი პოლიტიკური ძალებით და ერთხელ მაინც გაუჩნდებათ სურვილი, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ერთნაირი სასტარტო მოედანი გქონდეს არჩევნების დროს მაინც. ხო არაფერს არ ვითხოვთ, ერთნაირი სასტარტო მოედანს, ანუ ერთნაირი დროს ტელევიზიით, სააგიტაციო მასალების გამოქვეყნების ერთნაირი დროს, დაფინანსება არავის არ უნდა გქონდეს, თუ ექნება ვინმეს უნდა იყოს ერთნაირი. რა არის ამაში მიუღებელი? და მე ვამბობთ, მაშინ ვნახავთ ხალხი ვის აირჩევს. მაშინ ვნახავთ, რას ნიშნავს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების დასრულება და მეცნიერების ერა. დავფიქრდეთ, იქნებ სწორედ ამაშია არა მარტო ქვეყნის ბედნიერი მომავალი, არამედ ოლიგარქების გადარჩენაც ბიზნესში. ოლიგარქები უნდა გადავარჩინოთ ბიზნესში. არავინ არ ებრძვის და არავინ არ არის ბიზნესში, უნდა გადავარჩინოთ. მათამი ხალხში დღეს არსებული სიძულვილი შეცვლა, მათდამი კეთილი განწყობით. ასეთი კეთილშობილურია ეს მეცნიერების მიერ შექმნილი პროგრამები და ეს განწყობაც, რომელსაც აიგერ თქვენს წინაშე ვაყალიბებ. დასკვნის სახით ყოველი მოაზროვნე ადამიანი ხედავს, რომ ქვეყნის გამარჯვების ფორმულა ზედაპირზე დევს. ზედაპირზე. ამას არ უნდა მარქსეიდერები არ ჭირდება და სიღრმეში წასვლა არ ჭირდება. და პოლიტიკოსები და ყველაფერი ზედაპირზე დევს და პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები ვებრძვით იმას, რისთვისაც უნდა ვიბრძოდეთ. ვამარცხებთ იმათ, რომელთა გამარჯვებისთვისაც უნდა ვიბრძოდეთ. რა კარგად თქვა მეცნიერთა კონგრესმა, ფულიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ. პატიმი მივაგოთ, მაგრამ ფულს მაშინ აქვს ზალა, როცა გონიერი და ზნეობრივი ადამიანის ხელშია. რომ უზნეობა დიდარ ქვეყანაში ცხოვრობდეთ ღარიბად, მით უფრო მაშინ, როცა ეს სიღარიბე პირდაპირ არის დაკავშირებული ოლიგარქებთან და ოლიგარქიულ მართვასთან. ბედნიერება სხვათა გაღარიბებით კი არ ბედნიერება, როცა სხვათა გაღარიბებით კი არ მდიდრდები, არამედ ამდიდრებ ხალხს და მხოლოდ შემდგომ მდიდრდები თვითონ. აი პოლიტიკოსი უნდა ამდიდრებდეს ხალხს და მერე უნდა მდიდრდებოდეს თვითონ. ჩვენთან პირიქითაა გააღატაკეს. ზვარსა და ტყავში დატოვეს ხალხი, მათი შექმნილით გამდიდრდნენ და ისევ ამ ხალხს ურახუნებენ თავში უროს. ეს როგორ შეიძლება ეს? ან ჩვენ როგორ ვითმენთ ამას? ძნელია ეს ყველაფერი გავაგებინოთ ოლიგარქებს, მაგრამ თუ ხალხი მიხვდება, რომ ამ ქვეყნის პატრონი თვითონ არის, ოლიგარქიული მართლობა დასრულდება ქვეყანაში. ეს არის ის გაცხადება, რომელიც დაეგზავნა
ხაზგასმით მინდა ვთქვა ყველა გაზეთს ყველა საინფორმაციო სააგენტოს ყველა ტელევიზიას აი ნახეთ რომელიმე ერთ წინადადებას მაინც თუ გამოაქვეყნებს აი რას ნიშნავს იგნორირება ტელევიზიები ემსახურებიან ან ხელისუფლებას ან ოპოზიციას არ იჯერებდით ხომ როცა ვამბობდით რომ არ გვიწევენ უამრავი ადამიანი დავარწმუნე რომელთაც მე როგორ მე დაურეკავ და ვეთქვი დაურეკეს მაგრამ მაინც არაფერი რატომ იმიტომ რომ არ უნდა გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა მით უფრო ინტელექტთან დაკავშირებული მეცნიერებასთან დაკავშირებული მეცნიერული პროგრამებით ეს იყო ამოცანა როდესაც არ დაგვიშვეს მე ხوار ვიყრიდი კენს აგლაპარაკი იყო ხალხის მიერ დასახელებული პიროვნებებზე გამოქვეყნდება ესია ჩვენ იანვრის ბოლოს დავპირდით მაგრამ გრძელდება კიდე წარმოდგენასიების ძალიან დიდი დრო ჭირდება მის გადამუშავებას და რეალურად 4 შაბათს ალბათ გამოქვეყნდებასია ჩვენ პირდაპირ ეთერში წავიკითხავთ 4 შაბათს გადაცემაში ვინ არის ის 150 თუ 200 კაცი უბრალოდ ხმების რაოდენობა უნდა კონდეს მიღებული 1 და 2 ხმა არ არის საკმარისი უნდა კონდეს საკმაო რაოდენობა მიღებული დავასახელებთ ამ ხალხს და შეიძლება ბევრს ჩვენც არ ვიცნობთ და ბევრს თქვენ ყველა ალბათ ყველას ალბათ არ არსებობს ადამიანი რომ ყველას იცნობდეს მაგრამ მთელი საქართველოს მიერაა ეს გარკვეული ჯგუფების მიერ თუ გარკვეული პიროვნებების მიერ დასახელებული და ესია გამოქვეყნდება 4 შაბათს ჩვენ შევეცდებით რომ 5 შაბათს გარკვეული ჯგუფი წავიდეს საბურამოში იმიტომ რომ 8 თებერვალთან დაკავშირებული მთავარი ილია ჭავჭავაძის მოწოდება საჭიროა ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავა და დაუმონებლად სწორედ იმ პიროვნებასთანაა დაკავშირებული რომლის მამულშიც უნდა მივიდეთ სწორედ 5 შაბათს გარკვეული ჯგუფი პარასკევს იქნება ისევ მომდენო პარასკევზია საუბარი იქნება ძალიან დიდი განხილვა იმისა რაც გელათთან არის დაკავშირებული და გელათში 9 საათზე გავემგზავრებით ვინც საკუთარი მანქანით წავა ეს სხვა საკითხია მაგრამ ორგანიზებულად იქნება წასვლა დევს Facebook-ზე ეს მასალები და ალბათ 2 შაბათს 3 შაბათს ვისაც ექნება სურვილი დაგვიკავშირდება გაიგებს პირობებს და ჩვენ ყველანი ორგანიზებულად ვინცაც ექნება სურვილი წავალთ აქედან იქ სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა და კიდე ერთხელ ვიტყვით იმის თაობაზე რომ სირცხვილია რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი სადაც აკურთხა მისი აღმართვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სადაც პრეზიდენტის ბრძანებულებით დაიდგა იქედან გადაიტანეს ისე რომ არც პატრიარქისთვის უკითხავთ არაფერი არც ბატონი მერაბ ბერძენიშვილისთვის უკითხავთ არაფერი და საერთოდ არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია როცა ასეთი თვითნებობაა ქვეყანაში თავისთავად ცხადია რომ ჩვენ სხვასთან რა გვაქვს საკამათო და რას ვებრძვით ეს ევროპული სტრუქტურები იქნება თუ სხვა დასავლური თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის შიგნით გვაქვს მოსაწესრიგებელი ჩვენ ძალიან ბევრი რამ აი ამიტომ იმ ადგილიდან გავდივართ კიდევ ერთხელ რომ სადაც აღიმართა დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში საერთოდ პირველი ძეგლი რომელიც აღიმართა ქუთაისში იყო და ქუთაისის საავტომობილო ქარხანაშია ჩამოსხმული ერთადერთ ძეგლად რჩება რომელიც არის წმინდანთან მეფესთან დაკავშირებული და ამავე დროს ჩამოისხა საქართველოში ქუთაისში საავტომობილო ქარხანაში მაშინდელში დღეს უკვე ჩინური სოფელია ეგ და ავტომანქანის არაფერი გარდა ჩინური მანქანებისა ეგ არაფერი არ დადეს აი ამიტომ ეს მნიშვნელოვანი გამგზავრება იქნება ჩვენ ყველა პირობას ვქნით რომ იქ სერიოზული საუბარი შედგეს ძალიან საინტერესო ადამიანები იქნებიან ალბათ რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას და ავტობუსით გამგზავრება ნიშნავს იმას რომ პრაქტიკულად ყველას მიეცემა საშუალება ავტობუსშივე გამოთქვას თავისი მოსაზრება იმ საკითხებზე იმ პრინციპებზე რომელიც ჩამოყალიბებულია ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში და რაზეც ვისაუბრობდით და ვისაუბრებთ გელათში გამგზავრებამდე მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ როცა ეს დოკუმენტი წარმოვადგინე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ჯერ კიდევ მაქვს დოკუმენტი როდესაც ატყდა მთელი ამბები და აი არჩევნების გაყალბებაზე დაიწყო საუბარი ჩვენ მაშინ მივმართეთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც და ჩამოვაყალიბეთ ეს იყო 7-8 დეკემბერი როდესაც ნახეთ რამდენი დრო გავიდა მის შემდგომ ორი თვე თითქმის ორი თვე სრულდება ჩვენ მაშინ ვთქვით რომ რა არის საჭირო რა უნდა გაკეთდეს ჩვენი პოზიცია იყო რომ არ უნდა შეუშალოთ ხელი საერთაშორისო აუდიტს და
მისი შედეგები ვაღიაროთ და ნახონ, გაყალბდა არ გაყალბდა არჩევნები, თუ არ გაყალბებული რა, ისე გეშინიათ. პირველი წინააღმდეგობა ეს იყო. მეორე, ჩვენ მოუწოდეთ ოპოზიციას, რომ შედით პარლამენტში, მაგრამ შედით დათქმით. რა დათქმაა ეს? პირველი, აუდიტი უნდა მოიწვიოთ, მეორე, თავრობის ფორმირება მოხდეს იმ პროპორციით, ვინ რამდენი ხმა მიიღო, ანუ მიიღო ოპოზიციამ 46-7 თუ 8 რამდენი პროცენტი მიიღო. ანუ მინისტრების და აღმასრულებელი ხელისუფლების ამდენი პროცენტი კონდეს მათ, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, ესე იგი ეროვნული თანხმობაზე როცა ვლაპარაკობთ და როდესაც გახდებოდნენ ისინი, თქვა თავრობის წევრები, უნდა შეეწყვიტათ პარტიაში საქმიანობა. ჩვენ ვამბობდით იმას, რომ კონსტიტუციური ცვლილებამდე კანონმდებლობით განისაზღვროს იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომელთა მიღება უნდა მოხდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით. არ შეიძლება სახელმწიფო დღევანდელი ხელისუფლება ჩაიგდო რა ყველა რგოლი ხელში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს დაწყებული ამინისტიით. ამინისტია კარგია და სწორია, მაგრამ ის უნდა იყოს ღირსეულად და ხალხმა უნდა მოიწონოს ის და ხალხმა უნდა თქვას, რომ სწორედ ღირსეული გამოვიდა. ეხლა სირცხვილი კი არა, რომ ჟურნალისტები და თეატრის წარმომადგენლები ყავდეს ციხეში და არაერთი და ორი ნარკობანი თუ ნარკობინკეტიკების გამყიდველი გამოუშვა ციხიდან. იმის გამო, რომ მე ვარ ხელისუფლება და ძალა მაქვს. თქვენ არა გაქვთ არავითარი ძალა. ძალა აქვს ხალხს. უბრალოდ ხალხმა ეს ვერ გაჩვენათ. მაგრამ მოხდება ეს პერიოდი დადგება ქვეყანაში, რომ ხალხი გაჩვენებს ძალას და ასე თითნებურად ვეღარ იმოქმედებთ. ასევე ჩვენ ვამბობდით იმის თაობაზე, რომ დღევანდელი რეალობიდან და გაყალბების დიდი ტრადიციებიდან გამომდინარე, არჩევნების გაყალბება გაუტოლდეს კორუფციას და ნეპოტიზმს. ორივე ჩაითვალოს სახელმწიფო ღალატად და შემოღებული იქნას უმკაცრესი სასჯელი. უამრავ ქვეყანაში ეს მიღებული, უამრავ ქვეყანაში. შემდგომი პუნქტი, რაც ჩვენ შევთავაზეთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი და ქვეყნის პროკურორი უნდა იყოს დანიშნული გაერთიანებული ოპოზიციის აღდგენებით. უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა არჩევის წესი, რეგიონალურ მოსამართლეებს უშუალოდ მოსახლეობა უნდა ირჩევდეს, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ყველა ცვლილება უნდა ხდებოდეს არაუბრალო უმრავლესობით და ხმების 2/3-ით, არამედ დეპუტატთა საერთო რაოდენობის 3/4-ით. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ რეფერენდუმით. შემდგომი პუნქტი, რაც ჩვენ შევთავაზეთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხდეს ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება. სასურველია პროექტის მომზადება შეკვეთილი იქნა მსოფლიოში ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტისათვის, მათ მიერ მოწოდებული პროექტი გამოქვეყნდეს პრესაში, საზოგადოებრივი განხილვისთვის და შემდგომ მოხდეს მისი მიღება პარლამენტში. შესაძლებელია ეს პროცესიც რეფერენდუმს დაუკავშიროთ. მარტივ რამეს ვამბობთ, ბატონებო, რადგან ჩვენ ვერ ვთავხდებით და ყველა პარტიამ წარმოადგინა მისთვის სასარგებლო საარჩევნო კოდექსი. ის რაც საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით თუ საარჩევნებში ხელობაში მაქვს საარჩევნო შტაბთან დაკავშირებით ამ დღეებში პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, ასეთი გადაწყვეტილება ეს არის ქრთამი, მოსყიდვა. იმას უთხრა, რომ არავის არ არის მიღებული ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ხელის მომწერები, ვინც ვართ ესე იგი დამოუკიდებლობის აქტის, აბსოლუტურად არაფერი არ გვეხება. გითხარით ამერიკაში და ძალიან ბევრ ქვეყანაში ევროპის ისე იყო, რომ პრეზიდენტზე $1 მეტხელფას იღებდნენ. ჩვენ 10-15 ჯერ ნაკლებს ეს არა მარტო ეხება, ეს არის დამოუკიდებლობა ეროვნული საწყისებისადმი. დამოუკიდებლობის აქტს ხელი რომ მოაწერა, ესე იგი სიღარიბეში და მათ ხოვრობაში აცხოვრებენ ამ ხალხს და საარჩევნო კომისიაში, ესე იგი ხელფასები გაუზარდეს. წარმოუდგენლად ასეთი ხელფასები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აქვს საარჩევნო კომისიის წევრებს და კიდევ უფრო მეტი პირობები წახვალ პენსიაზე. ხელფასის იმ დროს რაც იქნება ხელფასი, იმის კი არა რაც შენ ქონდა, რაც იქნება ხელფასი, იმის მესამედი. ანუ დღეს რო წავიდეს ვინმე საარჩევნო კომისიიდან მაშინ პენსიაზე, 4-5,000 ლარი ექნება ხელფასი, ბატონებო, ისა პენსია 4-5,000 ლარი. თქვენ წარმოგიდგენიათ, ნუ ეს არ არის ქვეყნის ღალატი. ეს შეიძლება ესეთი რამე ხდებოდეს და ჩვენ ამას პატიობთ. ეს არის წარმოუდგენელი რამე. აი ამიტომ არის ჩამოყალიბებული ეს პუნქტები ასე ლაკონურად. ჩვენ ამავე დროს საუბრობთ, რომ ესე იგი თავრობის ფორმირებიდან 1 წლის თავზე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. თუ ეს მესაზრება ექნება ოპოზიციას და მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. თუ ამას არ გაიზიარებენ, რეფერენდუმი ჩატარდეს ნდობის. 1 წლის თავზე, ანუ 2 წლის თავზე. ჩვენ საერთოდ მიგვაჩნია, რომ გამარჯვებული პოლიტიკური ძალა
თვითონვე უნდა ნიშნავდეს ან კონსტიტუციაში უნდა გქონდეს პირველ ეტაპზე მაინც ანუ პირველი 3 არჩევნები საქართველოში რომელიც იქნება შემდგომში 2 წლის შემდგომ ტანდება დობის რეფერენდუმი რაც დაპირდი ხალხს ასრულებ თუ არა ხედავთ როგორ კარგად იფიქრეს და იაზროვნეს მეცნიერებმა ჩვენს მხოლოდ ერთ ნაწილზე გელაპარაკებით აქ რომ პროგრამებია ისეთი რომ შეიცვლება ქვეყანა მაგრამ ვინ აძლევს საშუალებას მეცნიერებს რომ ესენი გამოიტანონ და ხალხმა გაიგოს ხალხი როცა გაიგებს მეცნიერების პროგრამებს მაშინ იქცევა ის ძალად გონიერ ძალად იქცევა ხალხი დღეს ბრბოდაქციეს ხან ერთს უკრავს და ის ხან მეორეს რატომ იმიტომ რომ პროგრამები არ ეცის ხალხმა მეცნიერთა პროგრამების ხალხისთვის გასნობის შემდგომ ხალხი იქცევა გონიერ ძალად გონიერი ძალა არ დათმობს თავის ხელისუფლებას და არ გადაცემს პოლიტიკურ პარტიებს როგორც დღეს აქვს პარტიებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა წაართვეს, ძალაუფლება წაართვეს, ყველაფერი წაართვეს. აი ამიტომ არის ეს შემოღებული რომ მოდი ხარ შენ გაიმარჯვე, ხარ ხელისუფლება, ხარ მთავრობა. მოდი 1 წლის თავზე, 2 წლის თავზე ჩავატაროთ ნდობის რეფერენდუმი, რაც დამპირდი ასრულებ თუ არა, იმას რატო უნდა გელოდო 4 წელი. აი როგორი საკითხები აქვს ჩამოყალიბებული. მე ძალიან მინდა რომ ეს გადაცემა როცა დაიდება Facebook-ზე, ძალიან ბევრ ვინმეს გაუზიაროთ, რომ ბევრს კონდეს საშუალება რომ მოისმინოს და ნახოს ეს. შემდგომი პუნქტი მიღებული იქნას კანონის საქართველოს სახალხო პალატის სახელმწიფო კაცების საკრებულოს როგორც ეს კათოლიკოს პატრიარქმა შემოგთავაზა. აი ასეთი შეიქმნას ეს ძალიან კარგადაა აქვს ჩამოყალიბებული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ძალიან ფერქვანაში გამოყენებულია გენიოსები ყავს 70 80 80 ძირითადად აქ საუბარია 75 80 85 წლის იმ ადამიანებზე რომლებსაც საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს ცხოვრობენ ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ მაგრამ აქვს დიდი ავტორიტეტი და ამავე დროს პროფესიონალები არიან ამ ხალხს არ უნდა ვეკითხებოდეთ რომელიმე არასამთავრობო უნდა წყვეტდეს ეს საკითხს თუ თქვათ ის ადამიანები დღეს იქნებ მინდია უგრეხელიძე ამ საბჭოში დღეს უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია მისი აზრი, ვიდრე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთად აღებული და მით უფრო თუ ასეთი ადამიანების ერთობა შედგება. შემდგომი მიღებული იქნას კანონი პარტიების საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყველა შიგა და გარე წყაროებიდან ფინანსირების შესახებ. ესე იგი ლაპარაკი არა მარტო იმაზე რომ გარედან რა ფულს იღებენ, შიგნით რა ფულს იღებენ. უკონტროლოა დღეს ბიზნესმენის ფონდი რატო უყადაღებენ მას ყველაფერს იმიტომ კი არა მარტო რომ ისინი უბრალოდ ხედავენ რომ იმ ფულით ფინანსდება საქართველოში ოლიგარქია და ოლიგარქიული მმართველობა და ამიტომ ჩვენ უნდა კონტროლი დავაწესოთ არა მარტო გარედან შემოსულ ფულზე და საჭიროა უნდა დაწესდეს ეს კონტროლი არამედ შიგნით რა თქმა რომელიმე პარტია გონიათ რომელიც ახლა ძალიან კარგად ვიცით და ხალხში არის უკვე ვინ აფინანსებდა პრეზიდენტის იმას ვინ აფინანსებს დღეს ვინ უფინანსებს ბევრ ამას დააშენ ვინ ის ოლიგარქები სადაც არსად რეგისტრირებული არ არის იმიტომ რომ მუთაკაში აქვს ეს ფული შენახული და ქვეყნის ფულსაც უპატივცემულოდ ეკიდებიან და არ იგებენ ასე და იმიტომ ასეთი ინფლაცია რაც ხდება ამ ქვეყანაში დღეს ესე იგი ჩვენ ამავე პუნქტში არის შეტანილი რომ მიღებული იქნას ახალი კანონის საინფორმაციო საშუალებებთან დაკავშირებით რომელსაც პრაქტიკულად უნდა გამორიცხოს იმ ტელევიზიების ფუნქციონირება რომლებიც ემსახურებიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს პოლიტიკურ პარტიებს ოლიგარქებს ყველა ამ საშუალების ფუნქციონირების მთავარი მოტივი უნდა იყოს საერთო სახალხო და საქვათნო ინტერესი უნდა ვაღიაროთ რომ კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ასეთი საინფორმაციო საშუალებების არსებობაა პარტიას ემსახურება საინფორმაციო საშუალება ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ პარტიისადმი სიმპათია არ გქონდეს მაგრამ ემსახურო ეს არის კანონი ეს კანონი ფაქიზია მან უნდა უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება და გამორიცხოს ტენდენციურობა მე-11 ან უნდა შეწყდეს ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ან კანონმა უნდა გამორიცხოს მისი ფუნქციონირებაში ყოველგვარი ტენდენციურობა და მიკერძებულობა 4 წელია უფრო მეტი უკვე რაც მეცნიერთა კონგრესი ითხოვს იმას რომ 2-3 გამოსვლის საშუალება მოგვეცით 9 საათიანი 1 წუთი ნუ სასაცილო არ არის ესე იგი მეცნიერთა პროგრამების მიტანა რო არ გინდა ხალხთან რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზია ხარ ეს არის უკვე რეალურად ტელევიზია რომელიც ებრძვი პროგრესს ქვეყანაში და ემსახურები ფულიანს და ოლიგარქს მეტი სხვა აქ დასკვნა არ შეიძლება იყოს ეს ინაოდებები გამოგვაქვს საერთო სახალხო განხილვისათვის ეს ჩვენ როგორც გითხარით ცხადაგებერს გამოვიტანეთ ჩვენ არაფერი სხვა ახალი არ უთქვამს ევროსაბჭოს მან თქვა ძალიან გამოკვეთილად ის რომ
გაყალბდა არჩევნები, ამას ადასტურებს ყველა დამკვირვებელი. თუ მიგაჩნია თქვენ არ გაყალბებულად, ჩავატაროთ აუდიტი, ან იმას უნდა დაეთანხმო რომ გაყალბდა, ან აუდიტს უნდა დაეთანხმო. მეორე საკითხია რომ გამოვიშვით გარეთ მე მიმაჩნია მაგალითად რომ აი ეს ჟურნალისტი რომელიც დაკავებულია დაჭერილია იმაში ეგრე თქვენ ნახეთ აბუ-დაბიში რა გააკეთეს დეპუტატებმა და ისინი გამოვიშვეს იქიდან რამის დახოცეს ქართველებმა ერთმანეთი ცემატყება იყო და აი ეს ერთი და ორია პარლამენტში ცემატყებენ ერთმანეთს პოლიციას ხელი გაუქნიო ცემატყების მე საქართველოს პოლიტიკა არის ცემატყება და ვინმე დაიჭირეს ჟურნალისტიზი მსახიობი თეატრი გეხვეწებათ და ამის გამო დოიაშვილს უწევენ რომ პოლიტიკა დოიაშვილს რა პოლიტიკა უნდა ძალიან ჭკვიანი კარგი რეჟისორია და მას უნდა რომ მისი რომ არ იქცეოდეს დოიაშვილი ასე ის უნდა გაგვიკვირდეს როგორ მსახიობს იცავენ და თელი მსახიობები უნდა დადგნენ ფეხზე და პირიქით ძალიან ბევრი მე მივესალმები ბოლიში თუ დვანიში ვიღაც პიროვნებამ თქვა თავის მანქანა გააჩერა და დაიწყო შიმშილობა და ამბობს იმას რომ რიგითმა კაცმა დაიწყო შიმშილობა თუ ამას არ გამოვიშვა ამას გეუბნებათ ევროკავშირი რა არის ამაშივე ჩვენ გვიწერია რომ ყველა ის უნდა გამოვიდეს ესენი არიან პოლიტიკური პროცესის პატიმრები არიან თქვენ თუ არ მოგწონთ ეს პოლიტიკური პატიმარი პოლიტიკურმა პროცესმა გამოიწვიეს და ამბობს ძალიან კარგად ეს დადასტურებულია კიდევაც და მერაბ მამარდაშვილმა ძალიან კარგად გითხრა რომ მიტინგები არ უნდა შედგეს ქვეყანაში და მიტინგებით არ უნდა ხალხი არ უნდა გამოიყვანო ქვეყანაში ხელისუფლებამ, თორე იქ რაღაც მოხდება ისეთი, რომელიც ვერ ჯდება კანონის ფარგლებში და იმათი დაპატიმრება კიდე უკანონობა, რომელსაც ხელისუფლება ჩადის. ამიტომ ჩვენ ყველაფრის მიმართ უნდა გქონდეს გონივრული დამოკიდებულება და არა სუბიექტური და ვის როგორ მოეწონება. აი ისევე როგორც თქვა გუშინე გამოიჯახუნა კარები და გამოვიდა იმისი თავისი როგორც იტყვიან აი კაცი ვიღაცას მოწონს ეს როგორი სიტყვაც გუშინ თქვა იქ ყოფილმა კულტურის მინისტრმა და ვინმეს გონია რომ ეს არის კარგი ჩვენ არავისთან ესეთი საუბარი არ გამოგვადგება აბსოლუტურად არავისთან ეს არის ყველაფერი გიხარიათ თქვენ ეს მაგრამ ეს არის ყველაფერი ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე ქვეყნის მომავლისთვის და ამას ვხედავთ უკვე და დავინახავთ კიდევ უფრო მეტად მომავალში ჩვენ ამიტომ ევროკავშირი გეუბნება გამოვიშვით ისინი ვისაც რაიმე განსაკუთრებული არ ჩაუდენია და არავის იქ ეს პოლიტიკური პროცესის თანმდევი რაღაც ისაა ვიღაცამ დააკაკუნა ვიღაცას დაელაპარაკა პრემიერ-მინისტრმა შეიგინა პარლამენტში დაიჭირეთ პრემიერ-მინისტრი რატო არ დაიჭირეთ რა უფრო მეტი რა უნდა ყოფილიყო იქ მიტინგზე 500 კაცი უყურებდა ამას და ტელევიზიით პირდაპირ გადაცემა მიდიოდა და შეიგინა პრემიერ-მინისტრმა იმას ეპატიება აი ვიღაცამ ეს იმას არ ეპატიება ცემენ ტყებენ პარლამენტში ერთმანეთს იმათ ეპატიებათ მაგრამ აი იმას არ ეპატიება რა გვითხრა ევროკავშირმა ქართული ტრადიცია შეასრულეთ თუგეთ რომ მეტი პატივიეცით ერთმანეთს და ციხე ნუაქციეთ ანგარიშწორების გზათო რა არის ამაში მიუღებელი და რა არის ამაში არასწორი ან თუნდაც ის რომ შეთანხმდით მოილაპარაკეთ და გითხარით რომ ნიშნავ თუ არა ადამიანელ არჩევნებს თუ არა ვაჩერებთ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა მძიმე იქნება ჩვენი 2 მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვინც ქვეყნის გარეთაა წასული და ისინი ძირითადში ამერიკასა და ევროპაში არიან რა მძიმე იქნება ის გადაწყვეტილება და ჩვენ ამის თაობაზე ხვალ ვისაუბრებთ და მე მიმაჩნია რომ დადგა დრო როდესაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლია ორ ძალას მე მხედველობაში მაქვს ძალა ეს არის ერთი ემიგრაცია რომლებიც არჩენენ დღეს პრაქტიკულად ხელისუფლებას და მათი გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს ხელისუფლებაც, ხალხიც, ქვეყანაც და ბიუჯეტიც მათგან ივსება ძირითადში. ერთი ეს არის ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც უდიდეს საქმე გაუკეთეს ქვეყანას, მაგრამ უკვე ძალიან მძიმე მოხლუჭის ოლშია და მეორე ეს არის ახალგაზრდობა. რომელთაც შეუძლიათ რომ მე ვთვლი რომ ის ძალიან პროგრესული ნაწილი რომელიც დგას ქუჩაში აი მათი ერთობა უნდა შედგეს თუნდაც თავისუფალი აზრის ირგვლივ და არა რომელი პარტიებში გაერთიანება და ეს უნდა წავიდეს. თუ შესაძლებელი გახდება მეცნიერთა პროგრამებით შედგენილი მოქმედება განახორციელონ ემიგრანტებმა, თუ შესაძლებელი გახდება რომ ის მეცნიერული პროგრამების შესრულების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორებად იქცნენ ახალგაზრდები,
ეს არ ნიშნავს რომ ხელისუფლებაში მივიდნენ აქ ლაპარაკი არის იმაზე რომ ბოლოს და ბოლოს ყველგან აიძულონ და ყველგან უთხრა რომ როგორ ამ პროგრამები როგორ არ გამოგაქვთ მე გაუცემული დავრჩი ამის წინ გავიგე და ხმამაღლა მინდა ვთქვა და დიდი მადლობა უთხრა ბატონ გიორგი თანდილაშვილს მე არ ვიცოდი და რომ შევიტყვი ამის თაობაზე ხვალ მინდა რომ მოვიდეს გადაცემაში და ან დაადასტუროს ან უარყოს იყო თუ არა ასე ბატონდა ჩეხვედრა ჯერ კიდევ როცა პრეზიდენტი იყო კალბატონი ზურაბიშვილი და აი შეხვედრის დროს უთხრა რომ რატომ აუკეთებთ იგნორირებას მეცნიერთა პროგრამებსო და ძალიან დიდი კამათი შედგა იქ მათ შორის და ითხოვენ თუნდაც პირველ არხზე გამოსვლას და ამბობენ ახალგაზრდები ამბობენ ბიჭო გავეცანით ამ პროგრამებს ჩვენ ახალგაზრდები და ეს პროგრამები არის განხილვისთვის ძალიან კარგი ხوار ვამბობთ იმას რომ ყველამ ტაში დაუგროთ განვიხილოთ ამაში რა ხედავთ თქვენ აი ამიტომ ამბობ მე რომ აი ამას ნიშნავს ახალგაზრდობა იქცა ძალად ახალგაზრდობა იქცა ძალად იმიტომ რომ მეცნიერმა ვერ შეძლო ის რომ აი ქუჩაში გამოვიდეს ან ვიღაცასთან რაღაც ბევრი რამ აჩერებს მას მაგრამ ახალგაზრდა კაცმა ამ გიორგი თანდილაშვილმა აი შეხედეთ როგორ ღონიერად და კარგად უთხრა ყველას და სადაც კი მიდის ყველგან ამას ლაპარაკობს რატო იმიტომ ზეპირად წაიკითხე ეს პროგრამები ნახა ეს პროგრამები და დაინახა რეალურად რომ ამ პროგრამებშია ქვეყნის ხსნა აი ამიტომ მეცნიერული პროგრამები არის ქვეყანაში ასე იგი ქვეყანაში მეცნიერების უდიდეს ნაწილში არის განწყობა რომ ქვეყანა წავიდეს წინ გამოჩნდნენ ადამიანები რომლებსაც პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ მაგრამ არ უნდათ ევროპასთან დაძაბული ურთიერთობა არ უნდათ ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობა და თუნდაც ამ საუბარს ღია საუბარს ითხოვენ ჩვენ შევთავაზეთ პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეთ წერილი რომ მოდით დავჯდეთ და დავილაპარაკოთ მაჩვენეთ რა გაუგზავნეთ თქვენ იმ სამტომეული რომელიც გააგზავნეთ ევროკავშირში ბატონი ღარიბაშვილის ხელმოწერით დავიდეთ ის წინ მე ვიცი ძალიან კარგად რაც გააგზავნეს ყველაფერზე თანხმობა მიეცით ეხლა ყველაფერს უარყოფთ ევროპული კავშირია დამნაშავე წამოიღეთ ეს სესხები როცა მოგქონდათ იმიტომ რომ მათ ეუბნებოდით აი ეხლა რომ როდესაც თქვათ სხვა კურსი აიღეთ ეხლა ისინი არიან დამნაშავე არა ამას ჭირდება ღია საუბარი თორე ხალხი უკვე რეალურად ბრბოდაქციეს ძალიან ბევრს გონია რომ აი ევროკავშირთან ეს დაპირისპირებაა კარგი დამანგრეველია ეს დამანგრეველია ამერიკასთან ეს დაპირისპირება დამანგრეველია ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან დაპირისპირება ჩვენ ყველაფერი ამის თაობაზე ვისაუბრებთ ხვალ დიდი მადლობა მაგრად ვიყოთ ეს ქვეყანა ხალხისაა და არა ხელისუფლების ხელისუფლება არ არის უფროსი ხელისუფლება არის მსახური ხელისუფალი რომელიც ეუფროსება ხალხს ის არ არის ამ ქვეყნის ხელისუფალი და ხალხი რომელიც თმობს თავის ქვეყანას და აძლევს ხელში უგდებს პოლიტიკოსებს ის ხალხი ძალიან ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას, თავის ქვეყნის წარსულს და თავის ქვეყნის მომავალს. ყველანი დავდგეთ ღირსებით დგომა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა დავიცვათ, უგუშაგოთ ქვეყანას და უფროსად არავინ არ გჭირდება ჩვენი უფროსი ეს არის ჩვენი ხალხის განწყობა, ჩვენი უფროსი არის ის, რომ საქართველო არის დიდი სულიერი მისიის მატარებელი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით. ის არის უფლის ქვეყანა და ეს უნდა ტანსა და ბილში გქონდეს გამჯდარი. მაგრად ვიყოთ.